დილა მშვიდობის. ხართ ისე როგორც მე ვარ. დაახლოებით მაგის. მეტის 15 წუთი. ეხა გავიღვიძე. ყველას წინ. ხმა დავკარგე ხალხო, ხანწვრილი მაქვს ხამსხვილი. არ მიმღერია. აქ მეცინა. დილას მოვედით 4 საათზე. ლილოში ვიყავით. ჩემთან დამთიმოვებთან და მაზლად. იქ შევხვდით ახალ წელს. მე ვითომ დავიმაგრე. ხოდა რომ მოვედი თავანთი გამათბობელი. იმდენად მციოდა. ვეღარ შევედი ოთახში. ჩემი ხალათი მეცოდა აქ მეცინა. ჯერ კრესლოში. მერე აქ. გუში მქონდა ვირუსის რაღაცა ბოლო გაბრძოლება ალბათ. შეიძლება ხაც მაქვს სიცხე. სუმაციებდა სუსუსუდა. ესე ჯანდა ჯან გავაკეთე გუშინ ყველა. დავალი ხლა შემოქათმე არიციან ახალი წელია თუ ძველი წელი ცოდაები არის. გამოვუშვებ ვაჭმევ ძაღლებს. გუშინ მეების გასროლა და გაისროლა ეს მარტყოფში. დაისროდა. იქ ლილოში ისროდა. ბევრი არა, მაგრამ ხოდა მე ფიქრებოდა იმაზე კუდაზე. ჩემ კუდას ეშინია მეთქი ახლა. მე კიდე არ ვიყავი სახში. მაგრამ სპეციალურად შიგნით ისი აქ რო შიგნით შეძვრებოდა და ესა დაემალებოდა მაგ შუშხუნებს. დანახვითაც ისეთი არეალია გარშემო რომ ვერ დაინახავდა. ხმას გაიგება, ხმისა ეშინია. აი არ მეცინება უბრალოდ აი ესე ვარ გამოფიტული. კარგა მეცინა. წავედი ახცოდებიერი კათებს გამომუშვა. ყელი მაგ გამომშრალი საში. გუჟი მარიამს თავის სათამაშო წაუღე თოჯინა. და ესა ბავშვებს ისა ბარბარეს და იონის ნაძვის ხეზე დაუტოვე 50 ლარი. რომ მოვიდე მე აიღეს. და ნინოს იქ წავიღე ის განათება. აურა ლამაზია ღამეცი. ეგეთო გუში. ულამაზესია. რომ მეთქი მარიამს რომ მივცე მეთქი ამას გული არ დაწყდეს. და იქ წაუღე და აი რას იზავდა თქვენი აზრით? ტიტირა. დებილი. ძალიან მოეწონა. ხალათი გავრეცხ ეს კამარს ვერ პოულობ ხალხო. მე გუშინ ჯვარი არ მიკეთა. ჯიბეში მედო.
ვერ პოულობ ამის კამერას. ეს უნდა დავიფაქო. ახალ წელს უხდება. აი, რეზინისთვის. ემოცე. შენირად ბაკ. გუკია შეფუთულა. დილას ჭყიოდა და ბავშვი ვერ დაღვიძოს მეთქი ჩამოვსვი და პირსაწმედი დავადე. ვაი. ჩამოვარდნილა. სარეცხი. წუხა მთელი ღამე მეგონა რაღაცას დაათრევდა. ქარი. ანუ ვედრა რაღაცა ეგეთი პლასმასი. ჩამოვიდოდი არაფერი არის. Jemikuda, bicho kesino da gushinchi mulamazu, ha. Bicho, o kesino da dedi. Bichino da. Chemi bichi. Jani, takiri khasachmeles. Ой, მე ხაყავა მიდა სასტრაფოწეს. კათებს გამოუშვებ და ყავას დავუდგა. აუ, მაციებს ცუდად. ცუდად მაციებს. ой, მე ჩემი პატა. გოგოში ხო შეგეშინდა გუშინა, ჰა, ასასროლების ხო შეგეშინდა, ბავშვებო. დედა რო არ იყო სახში, ხო შეგეშინდა, ჩიმულამას. Чебулямыз туалеба гугу. Гкоцо, сикчамо. Хагадмоле. Мираламази ხარ, ვიცოდეთ რა ლამაზი ხარ. რა ლამაზები ხართ. გაჭვევთ ახლა. გუში სარეცხი გაირეცხა და არ გამომიღია. უბრალოდ გავხსენი მეთქი ნესტის სუნი არ აიოს თქოდა რამდენი ნამცეცი ყრი გუში პოს გავჭე ვინმე არაფერი არ გამოყრე ხავს სარეცხს რამდენჯერ ისევ კენ დავიხარე და გავსწორდი და დავიხალე. სუნთქვაში. გუშინ ჩემი კუხნა დურიალებდა. და ნამცეცებმა ხელი შეუშალა ხალხი დურიალე. დაბლაც დავუყრიათ რამდენიმე ნამცეცი. ერთ ცოცხს გამოუსმევდა იქ. აი აქ დაბლა. აი ეს გარშემო ეს სეთები ხო წუწება და ეგ არის ხოლმე და ჩისტულათი და აი სითხეთი მოუხიხი არ ვიცი სითხეს რა ქვია ძალიან მაგარი ეს რა თქმა რა ხმე კუდაი გუში გავაკეთებ გოზინაკი ხო და მე მიყვარს ხოლმე გოზინაყს რომ მოუხალი ხოლმე რა ანუ იმას კაკალს ხო და ეს მოიხსნა ცოტა ადამიანებით თავი მაინც ამ ქონის ადამიანებით
მაგ მომენტში ავედი მაღლა რაღაცაზე ავედი. ხო და ისა, კარგად აუბროწე მაგრეთ. მიყვარს მოხლილი გოზინაყია, ესეთი ფერია, ჩემი გოზინაყი. არ დაგვიჭრია, არ აგვილია არც ერთიც არის. ხო და მოდი ხავ ნახოთ საერთოდ თუ შეიძლება აძრობა თუ ინტერნეტში რო არის ერთი კაცი რო ისა ცულით აძრობს ეგ მომივა. რო სანამ აი რო შეგრილდება ხოლმე ოდნავ ისე თბილი რომ მაშინ ჭრი. ნუ მე აი არც ჰაი-ჰუი უნდა დარახუნი, ასტრო ჩაულებ. ბავშვობაში გოზინაყი არ მიყვარდა, არც ეხლა დიდად არ მიყვარს, მაგრამ ერთ თორცან შევჭამ ხოლმე. ბავშვობაში იმიტომ არ მიყვარდა, რომ კბილები მქონდა ხოლმე ჭიანი, ხა აღარა მაქვს. და კბილს მატკიებდა ხოლმე და მაგიტო გოზინაყი არ მიყვარდა. ხარა ამატკიო ჩემი ერთ-ერთი ავამწანეთ. უკაცრავად წაიკეთეთ. იმიტომ არა რომ მე გავაკეთე, მაგრამ მართლა ძალიან გემრიელი ყოფილი. მესია მოი. აუ, დილას უყურე ჩემს ვიდეოს. გუშინ გვიან, სანამ წავიდეთ დილოში, ეკრანის ჩამწერით ვიღებდი მთელი წლის რაღაცა ვიდეოს. დილას სესია მონებით უყურე. აი. თელწის მანძილზე რაღაც დეტალები ამოვკრიფე, რაც იყო და ამის წინ ვიდეო რო როდებს ის იქნე. ერთი წელი ჩემთან თუ თქვენთან ასია წელი. გუშილაშევ შეწვა ეს თევზი. ან თევზის მიყვარს, ბავშვობაში მიყვარდა ხოლმე კუდი. მარტო კუდს სხვა არაფერს არ ავჭამ. თევზს არ ავჭამდი. მარტო შებოლილი სკუმბრია მიყვარდა ხოლმე. სხვა არაფერს არ ავჭამდი და ჭიჭყინა. დღესაც ჭიჭყინა თევზი, ეგრეთ წოდებული ხამსა, ჩემთვის არის ფავორიტი. ძალიან მიყვარს და წელს უზომოდ მინდოდა და მარტოებში არ იშოვებოდა. იმიტომ რომ ხორცის ფასი იყო ჩვეულებრივი და აქ რომ მოიტანათ ხო უფრო ძვირად უნდა გაიყიდა და არავის არ მოქონდა. ეს არის რაც რა ქვია თევზს არ მახსოვს. ხო და ამ თევზის მიყვარს ახლა კუდია თავ გოზინაყის მე ძალიან მაგარი სცადეთ. გემრიელია. აიმე. გუშილაშემ გადაწყვეტა რომ გაიკეთებინა სოკოშილა და სოკოს ჩაქაფული. ტყემალი გქონდა ის დაბეჭდილი ტყემლები და არაც ჩაქაფულს ჭირდება და ჩაქაფულის პერიოდი რომ მოდის გაზაფხულის ის ცხვარი რო იკვლება სააღდგომოდ და რაღაცა, მაშინ ტყემალი რო საოცარი ფასი ღირს ხოლმე ჩვენ ვაკეთებთ. ხო და ეს ერთ-ერთ ბაზარში ჩვენთან სოფელში დაიწერა Facebook გვერდზე რომ ტარხუნა იყო და ჩაირბინა რომ ესა ერთ კონას ვიყიდიო რა რომ ჩაქაფულს უყო ტარხუნას ხო აი თავისებური გემო აქვს და ერთი კონაო 37 ლარიო თუ 27-იანი მახსოვს. კაი 27 იყოს, არც იქით არც აქ. ერთი კონაო და ერთი კონა გქონდა დარჩენილი. რა შემათქო? ოღონდაც არა, ეხლა ჩაქაფურს თუ ტარხუნა არ ეკდა და დაკრუ გამაგანა და წამოვიდა. და იმდენი მქონდა ჩამოტანილი და სულ გაყიდუდა. ერთი პაწაწინა კონა. აი 27 თქვი, 7-იანი მახსოვს.
17 არა, იმიტომ რომ თქვით კიდეც გაგვეცინა რომ აი 1-2 კილო ხორცი მოგივა. ხო და უყო მე მარტო ეს ტყემალი და კინძი და ეგენი მოგეთ არხურის garaშე გვაქვს ესა სოკოს ჩაკაფული და სოკოს შილა. გუშინ მე სოკოს შილითვის სიამოვნე სანამდვილო ისწავიდეთ ისევ შიოდა და თარმაციება და მციოდა ცხელი იყო და აი ზომოდ მე სიამოვნა ისეთი კარგი იყო. ეხლა საჭმელი და არ მშია რომ თქვა რომ შია მე. ამიტომ მარტო ყავას დავლებ ხა წავალ სიცხესაც გავისინჯავ. ან თეთრეულს ავიტან და რა ვიცი თუ გავფინდი თუ რა და ტაში გაშრება. ამიტომ ეგრე ავიტანო ეს უნდა ჯიბეში ჩავსვა. ყავა. თქვენც ჯიბეში უნდა ჩაგსვათ. და მასკი ვიპოვე დაბლა გაფენილი საიცხი და გადმოვუგდია ქარს და ადრე ეკითხა ეს კუდაროება ხოლმე სადაც ეხა ეს ვიპოვე ნასკი გარშემოელა გახოლმე ღეჭავდა ხოლმე კუდა ნასკებს და სუგიხჭებდა იმიტომ მე რო ნასკს ფე ესე ვიცი გადაკიდება საშრობზე პატარა ის გასაშლელი საშრობი და ესა იმერს არ უკეთებ შპილკებს თუ ქარი ამოვარდა ხოლმე მიაკ დავით და მე კიდე შემოგიერთდებით და შემოგიქროლებთ. კაი არც სახლი მაქვს დასალაგებელი, არც საჭმელი გასაკეთებელი, ერთ წვერსაც რო ჩავთავ წინ ხალიჩაზე გამოვასუფთავებ, სადაც ვართ და ეგარი და ეგ. ახლა უკვე შუა დღეა. და აი მე ვერ ვხედავ საერთოდ როგორ ჩანს და რა ხდება. ეხლა ვხედავ მისი ანარეკლი იყო და ან განათებდათ. ჭამეთ საჭმელი. ოღონდ როგორ ჭამეთ ისე არ გაგუშლია, ვისაც რა უნდა და ის ამოიტადა და ჭამთ. ეხლა ვფიქრობდი რომ რომელ ვაზაში ჩავალაგო მეთქი ხილი და მაქვს ერთი ვაზა რომელიც ბაბომა ჩუქა დაბადების დღეს და ვფიქრობდი რომ მაგაში ცოტა ღრმა ვაზაა და ყველაფერს ვერ დავტევდი რა და ეს ბიძინა მომიტანა ერთ რამ თვეების წინ და კუხნაში მედოხომე და ზმარტლი მელაგაში და ხელს მიშლდა მოკლედ იქ და გავრეცხე გამოვიტანე აქ და ეხლა დავინახე თან გაშლილია დაბალია და არ არის რა ისეთი ეგეთი ის და ხილი ვაინც დავავიტანო და იდოს დიდი ხანი ვერ იდება, იმიტომ რომ ნინო კაი დღეს ვარ დააყრის, მაგრამ აი ამას ყოველ წელს ვყიდულობთ ხოლმე. სიმწიფეში არის წასული, მაგრამ წიფი არაა ჯერ, ამიტომ სანამ დამწიფდება, მანამდე ვგექნება და მე დავკლავთ. მაგრამ ვიზუალურობისთვის საჭიროა რომ იყოს. დიდად მიყვარს მეთქი ვერ ვიტყვი, ნინოს უყვარს. მაგრამ ესა რაღაცა სუვენირული დატვირთვა აქვს ჩემთვის რა. გავრეცხე რამდენიმე რა ქვია მას ვაშლი და ყარალიო კიდე ეგეთი რაღაცეები. ბევრი არა, ვაშლი ბევრი არა, იმიტომ რომ როდესაც მანდარინია ვაშლი დიდად თორე ვაშლი ძალიან უყვართ. ამიტომ ბევრი არ გავრეცხე. პორტუგალიავი არ გამიდეცხე იყოს ესე რა. პორტუგალია თუ ლიმონია. ნუ მოკლედ 3 წელს ეგ იყოს. ეხლა ბარბარი ჭამდა დაველოდე. შეჭამს და ესა კერსას ურჩავთავ და სიცხე მაქვს. ახალწელს სიცხით შევხვდი. 1 იანვარის სიცხით მაქვს. ხო და არა უშავდა. თქვენ კარგად იყავით. ასე ეგ არ მიქნის პრობლემას. უფრო ის არის, ყველაფერი გაკეთებული მაქვს, ეხლა ავალ ტორსას უცუბრალად ხალიჩას იმას ვიზავ და წამოვწვევი და უყურებ კალმარის თამაშს. მეორე სეზონი გამოვიდა, ვინც არ იცით, ყველა საიტზე არ ადევს, მაგრამ მაიკადრიზე დევს და ნახავთ. მესამე სერიაზე ვარ მე და სულა 5 გახმოვანებული, მეტი არ არის ჯერ გახმოვანებული, ახმოვანებენ.
ივანე უყურა უკვე ინგლისურად. მე ხა ხო იცით რომ მაგარი ვარ ინგლისურში და სად შემიძლია. ასე რომ დამეძია. ეხლა არ ვიცი უბრალოდ სად უნდა დავდო. იმიტომ რომ იქ სადაც შაშამედო ჯერჯერობით ხატები ალაგია და ამიტომ მანდარინს უფრო გასავალი აქვს და მეტ მანდარინს დავდეთ. ჩურჩხელა მაღლა და მაღლა როვალი შემოუდებ რამდენიმეს და ბანანი. მეორე ის ცხვარი საუქნა რა ქვია. ვაზა. რის ჩურჩხელას ჩავდებ არ ჩავაკოთ. ეს სამართო კონფეტებია. რასაც შემოსული აქვს. უბრალოდ მოვთავ. მინუს ვეტყვი ვარ ჩამოს. ზეთის ხილზეც ამბობდნენ რომ ძალიან ძვირიაო, მაგრამ არ იყო ძვირი ხალხი კი მაგნიტში აქციით ვიყიდეთ და 3 ლარამდე აღწევს და 2 ცალი ვიყიდეთ. ერთი შავი და ერთი მწვანე. ზეთის ხილი მე მიყვარს უზომოდ ყველანაირი. თავარი ერქვა ზეთის ხილი. მასი არის ჩემი ბავშვებიც და შვილებიც. ლამაზია. ეს წესთხელი უნდა დაათქვა. ესე უნდა იდოს. ეგრე ჯობია. ეს საფირო ეს არის ვერ ვიპოვე ხაბარი ამის. დიათ არ მიძებნა. კაი ისე და რამდენიმე ჩურჩხელასაც ჩავაკვეხებ. ას რო ხსნიდი ხოლმე ბავშვებს ვუღებდი ხოლმე იმით რა ქვია პატარა თებშებზე ზუსტი რაოდენობას ანუ 5 იმას სიტყვები მაგრამ ქლიას უნაწილებდი ხოლმე 3 სუხაც უზომოდ ოღონდ დალაგების დროს მე უფრო მეტი შემოხვდებოდა ხოლმე რომ ჭამდი ამის ის ეს პატარები არის და ჯერ მე გავსინჯო არ მოიწამნენ ეს უკურკულა იმი და ამაზე გემრიელი არაფერი არსებობს მე თუ რა გემრიელი ეს პანე ვერ აგიხსნით თურქეთში რო ვიყავით მუსიკიდან მე ვიყიდე იქ შავი ძალიან იაფი ღირდა იმხელა და მე იქ სასტუმროში ერთჯერად იყვება იყო და იქ იყო ზეთისხილის ასორტი რო გეჭამა რა და პირველად ნახე იყო წითელი ფერის აი როგორც ალბათ ჩვენ სავარაუდოდ იმას კომბოსტოს ვანწნილებთ მსგავსი ტიპის იყო კი არა და ჭარხალს რო უშვებთ ხოლმე ხო რო ვაწითლებთ ეგე იყო თორე ხა ზეთისხილის წითელი ფერი ხო არ აქვს ეს იყო სუფრისთვის ეს არის უკურკო პატარები რო იყვნენ და ზეთისხილს რო ყიდულობდი ხოლმე ყიდულობდი კურკიანს იმიტომ რომ უფრო მეტ ხანს ისხდრეხავენ და კურკას არ ყლაპავდნენ არა ეგრეთ წოდებული ეს გამოწიწკვნას გემრიელად ისხდრეხავენ და ბოლო დონეზე ღრნიდნენ ხოლმე ამ კურკას
კურკიდან ზეთისხილს და უფრო დიდი ხანი უნდებოდნენ და კურკიანს რო ყიდულობდი ხოლმე წამებში ჭამდნენ და ეგ არ მაწყობდა. იცი რა ვიცოდი ხოლმე რომ დაულაგებდი და ვეტყოდი აი მაგალითად ივანეს არის 10 ცალი. რომ მორჩები, აუცილებლად 10 კურკა უნდა დამახვედრო, თორემ მეც აღარ მოგცემ და არ არსებობდა. 10 კი ერთხელ მეგონა 11 დამახვედრო. ამის წვენიც მიყვარს. არ ვსვამ, მაგრამ ესე კოვზით შემიძლია გავსინჯო 1-2 ის გასინჯო. თუმცა ხა ისე მლაშია ხა რო გითხრა რომ ჭიქაში ვისხავდეთ ვიავსვავ. ავიდა თუ არა მას ბოლოს მოგებს ნინო. და მანამდე ესე ავი. არ დაგინახეთ. წავედი ხა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. როგორ ავიტანო? ჯერ ამას ავიტან. რა მჭირს? მე ამებს, თორე ეს რო ავიტანო და სანამ ამას ავიტან, ეს ჩამოსატანი მექნება ცარიელი. დაგემშვიდობებით ხალხო მომავალ ვიდეომდე. 1 დეკემბერი. 1 იანვარიც იგივე დღეა როგორც სხვა დანარჩენი. ერთის განსხვავებით რომ მეორე წელი დაიწყო, 25 წელი დაიწყო. ასე რომ დიდად ვაიმე, ხა წავიდე წითელი კაბა ჩავიცო არა ხა. და შევედივარ ვაცვია მწვანე დაძვის ხესავითაო არ. და ერთი ისიც ვიკეთია რა ქვია. უბრალოდ აი ვფიქრობ რომ ნებისმიერ დღესასწაულზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ სადაც არ უნდა იყო, როგორიც არ უნდა იყო, განწყობას ქმნი შენი თავისთვის შენ თვითონ, ასე რომ ყველა დღეს შევხვდარიყავით კარგი განწყობით. ეგ იქნება ყველაზე მაგარი. ის რომ როგორც 1 იანვარს შევხვდები და 2 იანვარს ბედობას ისე დაგებედება და ისე ნუ ეს ძველად ხო რაღაცა იყო ეგ დიდად არა ვარ მაგისის. იმიტომ რომ ესე იგი დღეს დროს იცხე მაქვს მე უეჭველი ხვალეც ვექნება და ესე იგი მთელი წელი მოგქონდა ეს. არა. ასე რომ წავედი ხა ბედნიერ დღეებს გისურვებთ, ბედნიერ წელს გისურვებთ. ოღონდ თქვენ თვითონ უნდა გაიბედნიეროთ, გაიხალისოთ. მოწყენილ სიტუაციაში უნდა აიძულოთ თქვენი თავი, რომ კარგად იყოთ. გვექნება ჩავარდნები, რა თქმა უნდა. გვექნება უხასიათო დღეები, გაბრაზებული დღეები. მაგრამ ცოტა ხანი. ეგეც ალბათ საჭიროა. იმიტომ რომ შემდეგ ამ სიხარულს, ამ გაღიმებას, ამ რა ქვია, ცუდინა კარგად გადასვლას უფრო სხვა ემოცია აქვს და მეტად განიცდის სიხარულს, ანუ ეგეც საჭიროა. ასე რომ დროებით ხალხო, ჯანმრთელები იყავით 1 რიგში დარჩენი ყველაფერი გვექნება. აბა ჰე, კარგად. წავედი.